ბავშვებში ინტერნეტზე დამოკიდებულება ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება. სპეციალისტის თქმით, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები წარმოადგენენ. სწორედ ამ პერიოდში ინტერნეტი მათთვის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება, რაც დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკს ზრდის. ფსიქოლოგი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინტერნეტის როგორც სასწავლო რესურსის ხელმისაწვდომობას ასახელებს. მისივე განმარტებით, ყველა საჭირო მასალა, წიგნი თუ საგანმანათლებლო პლატფორმა ბავშვებისთვის ონლაინ სივრცეშია თარგმნილი, რაც ხშირად დროის გადაჭარბებულ გამოყენებას იწვევს. ყველა ასაკი უკვე გახდა ვერ გამოყოფ ძირითადად რომელიმე ასაკს ან 5-6 წლიან ანაცლამდე ბავშვებს. ყველა ასაკში უკვე გახდა ინტერნეტ დამოკიდებული ბავშვები. აქედან გამომდინარე უფრო მკვეთრად თავს იჩენს გარდატეხის ასაკში, როდესაც ბავშვები თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები სამეცადინო მასალა ინტერნეტიდან უნდა მოიძებნოს ბავშვებმა. როდესაც გვუსვამ შეკითხვას, რომ რატომ ხარ შენ ინტერნეტ დამოკიდებული, პასუხი არის ასეთი: აბა რა ვქნათ, როდესაც ჩვენი პედაგოგი გვაძლევს სასწავლო მასალას ინტერნეტიდან. მე მესმის, მაგრამ აქედან გამომდინარე სწავლის შემდგომი პერიოდს ბავშვები უკვე თავის სასარგებლოდ იყენებენ და ეს უკვე უკონტროლო ხდება ეს სისტემა. პრევენციის მიზნით სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ. მე რჩევა მაქვს მშობლებთან. ის რომ როდესაც შეხედავს ბავშვი, რომ ის დედას, მშობელს განუწყვეტილ ხელში უკავია ტელეფონი და ინტერნეტში ჩაჩერებია საჭმის კეთების დროს, სახლის დალაგების დროს და მე არავის არ ვკიცხავ, უბრალოდ რჩევა მაქვს ასეთი, როგორც ფსიქოლოგის რჩევა, თუ კი რა თქმა უნდა გაითვალისწინებენ, რომ ყოველთვის განსაზღვრული დროის ფაქტორი უნდა იყოს დაცული, რომ ბავშვმა იცოდეს, რომ 1 საათი, 2 საათი შეუძლია მას სულ ვერ მოვწყვიტავთ, იმიტომ რომ 21 საუკუნეში მოგეხსენებათ ყველაფერი ინტერნეტზე არის გადართული და ის რომ მიჯაჭვულობა იყოს, როგორც მიჯაჭვულობის პრინციპი, ფსიქოლოგები ასე ხსნით მას, მიჯაჭვულობის პრინციპი უკვე ისე მკვეთრად იჩენს თავს, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ ინტერნეტ გარეშე არსებობა. როდესაც ვაწვენთ ბავშვს, უნდა გავაკონტროლოთ მშობლებმა, რას აკეთებს, იძინებს თუ არის ტელეფონთან მიჯაჭვული, ყურობს ფილმებს, არის ხშირი შემთხვევა ესეთი, როდესაც ბავშვი გონია რომ დაიძინა, ჩუმად ინტერნეტით სარგებლობს, ყურებს ისეთ საშიშ ფილმებს, რომელიც მე ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის აღზნებას, ბავშვი ვერ იძინებს, დილას დგება, რა თქმა უნდა, გამოუძინებელი, ვერ აკონტროლებს მშობელი მის ძილს, დგება ბავშვი გამოუძინებელი და ეს იწვევს იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში ბავშვი არის გაღიზიანებული. აკეთებს ყურობენ ისეთ ფილმებს და აკეთებს იმ ჩვევებს, რასაც მიჩერებია იქ ინტერნეტში. მაგალითად არის ისეთი ფილმები, სადაც რობოტებია თუნდაც კლავენ ერთმანეს და ის ბავშვი გონია, რომ ეს ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ის ვერათვიცნობიერებს ისეთი პატარა ასაკში არის და რაც შეეხება ზედა ზღვარს, როდესაც ბავშვი უკვე არის დამოკიდებული გარდატეხის ასაკშია და დამოკიდებული და მიჯაჭვულობა აქვს ინტერნეტზე, ეგ უკვე მოდის პატარა ასაკიდან და ვეღარ გადავაჩვევთ ჩვენ მას. პრევენციის მიზნით სპეციალისტი მშობლებს ურჩევს თავად გახდნენ შვილებისთვის მაგალითი. როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, მნიშვნელოვანია განსაზღვრული დროის ფაქტორის დაწესება და ოჯახის ყველა წევრის მიერ მისი დაცვა. რეკომენდაციის თანახმად, ეფექტიანია წახალისების მეთოდიც. როცა ბავშვი საკუთარი დროის ლიმიტს იცავს, მშობელმა მისი ქცევა დადებითად უნდა შეაფასოს. ეს მეთოდი არსებობს. აი, თუნდაც ბავშვს უყვარს ძალიან, თქვათ, გეუბნება, რომ რაღაცა სათამაშო, თქვათ, ბიჭთან გამომდინარე, რაღაცა მანქანა უნდა რომ იყიდოს და ან რა ბურთი უნდა, აი რაღაცა, აი ბავშვს უნდა გთხოვს რომ იყიდე. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ? წახალისების პრინციპია ეს, რომ რამდენჯერმე ნაცადი ხერხი არის ეს, რომ აი დედა, თუ შენ ამას მოდი, ამას არ უყურებ, ან ცოტა დროს შევსხუდავ, აი შენ ხო ძალიან გინდა ეს, მე შენ ამას გიყიდი. ბავშვს უკვე იმის ინტერესი აქვს, რომ მე თუ დედას რაც მითხრა იმას გავაკეთებ და დედა ჩემი მადლიერი და მშობელი იქნება, აი მე იმას მიყიდი და ასე, თორე ისე რომ აი მას უბრძანო და გადააჩვიო, ეს არ მოხდება. ეს არის მარტო ნათქვამი სიტყვებით დამერწმუნებით. ანუ არსებობს წახალისების მეთოდი ამ შემთხვევაში, ან თქვა გასეირნება უნდა ბავშვს, ან ნაყინზე წასვლა უნდა და კაფეში დაждდომა უნდა. რაღაც მშობელმა თვითონ ფანტაზიით უნდა მოიგონო შენ შვილს რა ესეამბობნება.
მოზარდებში ინტერნეტ დამოკიდებულება დღევანდელი რეალობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა მისი მართვა შესაძლებელია პასუხისმგებლიანი და სწორად ჩამოყალიბებული ჩვევების მეშვეობით. იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა. პროგრამის მიზანს დევნილებისა და ეკომიგრანტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. გამარჯვებული პროექტები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა, რაც მათი საქმიანობის წამოწყებასო თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავადვე შეარჩიეს. განსახლების პარალელურად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაზე ზრუნვა დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ყოველწლიურად არაერთი მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება. სააგენტო მიიღო გადაწყვეტილება და მომავალს ჩვენ გადავცემთ 400-მდე თვით დასაქმებულს აღჭურვილობას და ტექნიკას იმისთვის, რომ მათ ახალი შესაძლებლობები გაუჩინოთ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სააგენტოს საქმიანობაში. ამისთვის ჩვენ შესაბამისი ბიუჯეტი გვაქვს გამოყოფილი წლიდან წლამდე. განსახლების პარალელურად სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი და ეკომიგრანტი პირების დასაქმების და თვითდასაქმების ხელშეწყობა. სააგენტო ახორციელებს და აფინანსებს სხვადასხვა საშემოსავლო პროექტებს. ერთ-ერთი მიმართულება არის თვითდასაქმების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც 400-მდე პირს კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილება ეთქვა და ამ პირებს უახლოეს მომავალში სააგენტო შეუსყიდის სხვადასხვა ტექნიკას და სახელობო იარაღს. ეს არის ჩემთვის დიდი мотиваცია და პასუხისმგებლობაც ასევე, იმიტომ რომ აფხაზეთიდან დევნილი ვარ და მადლობა მინდა გადავხადო ამ სააგენტოს იმისთვის, რომ მოგცა ეს შესაძლებლობა, ის რესურსები, რომელიც საჭირო იყო და აი ჭირდებოდა, ესე ვთქვათ, დამეხმარნენ და ეს რესურსები, რა თქმა უნდა, გადმომცეს უსასყიდლოდ. მოვითხოვე ის ინვენტარები, რომლებიც საჭიროა ვიდეო კონტენტის შესაქმნელად. ძალიან მყისიარად მოხდა ამ განაცხადის მიღება. დამიკავშირდნენ, მოხდა გასაუბრება, მოხდა შესწავლა, როგორც მითხეს კომისიაზე გავიმარჯვე და ძალიან მადლობელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებული თბილისში შეაჩერეს. მათი დანახვისთანავე ის შეეცადა ადგილიდან მიმალვას, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით განზრახ დაეჯახა პოლიციელების ავტომობილს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, ხოლო მისი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ალფა PVP-ს შემცველი სითხე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 353 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნე ლამინთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით წვიმა იქნება, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლს პროგნოზირებენ, რამაც შესაძლებელია საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვიოს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ველოდებით წვიმას, მთასა და მაღალმთიან ზონაში თოვლს, ზოგადად შესაძლებელია ძლიერი, სანაპირო ზოლში შესაძლებელია 60 ბალიანი შტორმი. რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 16 გრადუსამდე ველოდებით, აღმოსავლეთ საქართველოში +15 გრადუსამდე. თბილისშიც დღეს შესაძლებელია მცირე წვიმა იყოს, მაქსიმალური ტემპერატურა +13 გრადუსამდე მიაღწევს.